უფლებადამცველთა გაერთიანება ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებას, რომ დაჯარიმდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც არ წავლენ არჩევნებზე. ნიკოლოზ მჟავანაძემ ინიციატივა დღეს მედიას გააცნო. მან თქვა, რომ ამ იდეის განსახორციელებლად პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შეიტანოს. კონკრეტულად კი 21-ვე მუხლში ჩაიწეროს ფრაზა „ამორჩეულთა ნების გამოვლენა სავალდებულოა“. ინიციატივა მიუღებელია უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის. ერთი თვის წინ ჩვენ გამოვედით ინიციატივით იმ ამორჩეულებისთვის, რომლებიც არჩევნებზე არ მიიღებდნენ მონაწილეობას არასაპატიოდ გარკვეული სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. მთავარია სახელმწიფო პარტიამ გაითვალისწინოს, ამისათვის კი საჭიროა 22-ვე მუხლის პირველ პუნქტში კონსტიტუციისა შევიდეს ცვლილება, სადაც დაფიქსირებულია დღევანდელი მოქმედი ჩანაწერით, რომ ნების გამოვლენა არის უზრუნველყოფილი, ესე იგი ნების გამოვლენა უზრუნველყოფილია თავისუფლად, ანუ და სავალდებულო არ არის და აქ უნდა ჩაიწეროს, რომ ნების გამოვლენა არის სავალდებულო. არ ვიზიარებ ამ პოზიციას, იმიტომ რომ ვთვლი, რომ არჩევნებზე ადამიანები მოდიან პოლიტიკური ძალების მიერ თავიანთი საქმიანობის გამოვლენის შემდეგ. ამიტომ ისიც ამორჩეული თუ არ მოდის არჩევნებზე, ეს უკვე მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამიტომ რაიმე სახის იძულება რომ მოვიდნენ და ხმა მისცენ ამა თუ იმ ძალას, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ მოსწოდეთ არც ერთი. მე პირადად ვთვლი, რომ ზედმეტი ვალდებულება მოქალაქეების მიმართ.